დინარაძის დაანონსებით მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის პროცესის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს. მისი თქმით, მიზანი ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი და არალეგალური საქმიანობის აღმოფხვრა. მესტიაში არსებული მაინერების გამო კი მუნიციპალიტეტში ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია. სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს 10 თანამშრომლისგან შემდგარი სამსახურის ფუნქცია სოციალურ ქსელში პოსტებისა და კომენტარების კონტროლია. თუ სამმართველო ჩათვლის, რომ მოქალაქის მიერ გამოთქმული აზრი შეურაცხმყოფელია, მასალებს სასამართლოში გაგზავნის. ქიმბარიშვილი მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი იყო და პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოში უწყებას წარმოადგენდა. საქართველოში დინგეს ვირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. მედიკოსის განმარტებით ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ვირუსი იწყება მწვავე შემცირნებით და ტემპერატურის მატებით 39-დან 41 გრადუსამდე. ახასიათებს თავის, კუნთებისა და სახსრების ძლიერი დგევილი. რუსების ორეშნიკი ოკუპირებულ დონეცკის ოლქში რუსულ სამხედრო პოზიციებზე ჩამოვარდა. ოკუპანტებმა 2 ბალისტიკური რაკეტა უკრაინის მიმართულებით 24 მაისს გაუშვეს, თუმცა ერთი ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდა.